ახლა უნდა გადავიდეთ ჩვენ სტუმარზე, დღევანდელი გადაცემა სტუმარზე. არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელზეც ჩემი ნიკოლოზი მოგახსენებთ, მანამდე კი შეგახსენებთ, ვიცი რომ შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას საღამოს 8 საათზე კომედი არხზე მიხო და მაროს ძალიან მაგარი საახალწლო სერიები არ გამოტოვოთ. მადლობა შეხსენების ვერა არ გამოტოვებენ, მე გაძლევ ამის და არ ცინანებენ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მართლა ისეთი გემრიელი საახალწლო და სასაცილო რაც თავარია სერიები გელოდებათ. მოკლედ ისღა დამრჩენია, ჩემო პატარო, ჩვენი სტუმარი წარმადგინო ჩვენი ტელემაყურებლის წინაშე ძალიან კარგი ადამიანი, ჩემი მეგობარი, ჩვენი მეგობარი. თან შორიდან ჩამოვიდა როგორც ვიცი. ამ ეტაპზე უფრო შორიდან ჩამოვიდა. ხო არა? ის უკვე რამოდენიმე წელი ემიგრაციაში იმყოფება და იქაც თავის საქმეს აგრძელებს და ყოველთვის სასურველი სტუმარია, იმიტომ რომ კარგი ხმა აქვს, კარგი სმენა აქვს, საუბარი ასე. ძალიან პოპულარული სიმღერების ავტორია. აუცილებლად, მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ და ძალიან კარგი ადამიანი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მინდა წარმოვადგინო თქვენს წინაშე კარგი მუსიკო, მომღერალი, ავტორ-შემსრულებელი გოგიტა გოგიძე გახლავთ ჩვენი ისი მომასწავლებელია ეხა ეგ ამბავი რომ რაღაცა ძვირდება ნაზუქი ამ საახალწლოდ თუ რა ხდება რასაც უყურებ ახლა შორიდან მე სულ ძალიან გადავობთ ამ იმაზე სურამ ხაშურზე რომ მიდის ხოლმე გადავობა ნაზუქებზე და ეხლა მე სპეციალურად ჩერეს სურამი წამოვედი ამერიკიდან რომ ჩამომეტანა ის განსაკუთრებული ატრიბუტიკა და სავიზიტო ბარათი ჩემი დაბისა სადაც გავიზარდე სურამს ხო რომ დააგემოვნოთ და ამის შემდეგ გადავობით კი არა დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოიხსენებთ შეგენაცვალებ ის ადგილი სადაც მე და ბატონი ვასკა გავიზარდეთ და დავიბადეთ კარგი ბიჭი ხარ კაცს 10000 კილომეტრი რაზუქი შემოსადა და ჩემი ვასო ყოველ შაბათ-კვირას დადიდა ერთხელ ჩამოიტანა ისიც მოკენსული რაღაცა ერთხელ ჩამოიტანა იქიდან და მე დავარქვი იმ ეგრეთ წოდებულ ნაზუქს მოღრული ბოჭიკი დამძანი ჩემო გოგიტა და მინდა ვთქვა რომ ნამდვილად მქონდა ეჭვი მაგრამ გამიმყარდა ესე იგი აზრი იმის შესახებ რომ სურამელები მომჭირნეები ბრძანდებით ხუმრობაში კი გაგვიტარეთ მაგრამ ამერიკიდან რომ ნაზუქს ჩამოგიდას კაცი რა ვიცი მადლობა მაგრამ აქ სურპრიზია თვითონ ნაზუქში კი ბატონო შეჭა ბოლოს $100 არიდებს არა კარგი თქვენი საუბრეთ იცი ჩვენ ნელ-ნელა ჩემო გოგიტა რაღაცები აგვეგრძალა ასაკიდან გამომდინარე ექიმებმა საკვებზე მაქვს საუბარი და სახლში ამას ორივეს გვიშლება ასაკიდან არა ცხოვრების წესიდან გამომდინარე ნუ ხო ასაკიდან იმიტომ რომ არ ქონა თქვათ კაი ცხოვრების წესი ამას აკამ ხო და ის ნახე სახლში უშლია და რა დღეშია პირდაპირ ჭამა დაიწყო რა ზეთქვის ეკავი გადასარევი კეთილი შენი ჩამობრძანება ჩემო და ჩვენო მეგობარო ძალიან გვიხარია რომ ამერიკიდან სურამზე გავლით პირდაპირ ჩვენს გადაცემაში მობრძანდით და ამისთვის მადლობა გაიხარეთ მადლობა თქვენ ძალიან მიხარია რომ რეიტინგზე დებთ ძალიან პოპულარულები ხართ მინდა გითხრათ ქართულ ემიგრაციაში და წევან კულისებში ვასკასაც ვესაუბრებოდი რომ აშკარად ეტყობა რომ ძალიან ბევრს მუშაობთ და დიდი მადლობა ამისათვის რომ თქვენ დიდი მადლობა თქვენ და ჩვენ ძვირფასები და მოვიკითხო ჩვენი ემიგრანტები კი ბატონო როგორც ამერიკაში ასევე ევროპაში ყველანი ძალიან გვიყვარხართ იმიტომ რომ თქვენი ნამუშევარი ახლა მარტო აქაური პროდუქტი კი არ არის იმიტომ რომ 100,000 წასული ადამიანისთვის ეს ქართული პროდუქტი და განსაკუთრებით აი დახვეწილი კარგი იუმორი არის აი შვება წამალი რავი როგორ გითხრათ კი იცის კარგია აი რა კარგია რომ ამას ახლა ამბობ რომ ჩვენთან არის ხოლმე ხშირად პრეტენზიები რომ უიმე რა არის რა დროს თქვენი სიმღერა რა დროს დაიწყებს ხალხო იუმორი თუ ღერი ვართ ჩვენ მათ გასაგონათ რომ რაღაცა იუმორია ეგეც რომ ჩვენ მღერი ვართ საერთოდ რა არის ეს ისეთი ნუ იქ განსაკუთრებით ახლა ისეთი სტრესული სიტუაციაა ეს აჩქარი დროის უქონლობა ეს და ამ დროს აი რაღაცა
განმუხტვის საშუალებები გჭირდება და ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ იქ არ არის მაგის ფუფუნება, რომ ესე წამდაუწუნ ვიღაც ჩამოვიდეს, ცოცხალი კონცერტები, ყოველ კონცერტები მოეწყოს, იმიტომ რომ შეიძლება არ დაემთხეს day off-ი ვერ გამოვიდეს, ნუ იქ ცოტა სხვანაირი ცხოვრებაა. ძალიან დიდი მადლობა. ეს სატელევიზიო პროდუქტი არის, აი დამიჯერეთ რა, ფსიქოთერაპია, აი უმაღლესი დონის. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა ამ სიყვარულისთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჯერ პირველ რიგში ოჯახებში დაბრუნებას გისურვებთ ყველას დიდი სიყვარულით, აჩანაფიქრებითაც წაბრძანდით და არა მარტო ამერიკაში, საერთოდ მთელ ევროპაში და მსოფლიოში, სადაც ერთი ქართველია ემიგრაციაში, ყველას დიდი სიყვარული და ნამდვილად გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ დიდ პატივს ვცემ და გვიყვარხართ. რაც შეეხება ის სიმღერაზე მინდოდა დამემთავრებინა, რომ საერთოდ ეს არის იუმორისტული შოუ. იმ ადამიანებისთვის ახლა ვისაც არ ესმის ეს ამბავი. იუმორისტულ შოუში ვღერით, იმიტომ რომ იუმორია ესეც, იუმორით ვღერით, თორე რა თქმა უნდა გეთახმებით, რა ისმე ჯექსონი ვარ და ან რა ვიცი, რომელიმე ჩემი ნიკა. ვღერით, იმიტომ რომ ქართველი კაცი სუმღერის და იუმორს თუ გაურევ, აგერ ჩემი გოგიტან კიდე დაგვამშვიდა ვთქვათ, რომ თურმე არსებობენ ადამიანები, ვისაც უყვართ ჩვენი იუმორი და ესმით, რაც თავარი. ძალიან კარგი და კეთილი ჩემო გოგიტან. არა მარტო უყვართ საზრდოობენ, კიდევაც მინდა გითხრათ. შევიღობ. ნახე როგორ ფერზე მოხვედი, როგორ ცობეული შეჭამი. ხაბა. მე და გოგიტას გვაქვს, ნუ ამ შემთხვევაში ემთხოვა რაღაცები. გვიყვარს ძალიან ქართული კინოფილმები რა და სულ სიტყვაზე რომ დამირეკავს ან დაურეკავს რაღაცა ფილმიდან უნდა გავიხსენოთ ის რა ქვია და დავიდან სარამამას დავამუღებდი მე თქვი რა შეჭეთოს ეს რაღაცას დაგირეკავს შევიღობ პლატონი რა ბუჯდების პლატონი რა პლატონი სადრეკ მე დავამუღებდი 2-4 არა ყველაზე მაგარი ის იყო რომ წინა ჩამოსვლა 6 წელი არ ვიყავი საქართველოში და ეხლა 6 წელია ახლა 8 წელი ზუსტად ხო სიმბოლური დღე არის აი დღევანდელ დღეს 8 წლის წინ გავფრინდი ამერიკაში და რაღაც სიმბოლურად დაემთხვა რომ 8 წლის შემდეგ აი და ჩვენთვის რაოდენ სასიხარულო პირდაპირ ჩვენ გადაცემას ჩამოვხდა. წინა ჩამოსვლაზე ნიკას ვეუბნეოდი რომ აეროპორტში რო გამოდიოდი, ახლა როგორ ვარ მოწყურებული, მონატრებული, მეგობრები, სუტერილი ცრემლებით გამაცილეს და გამოსასვლელში ვიზიტის მიზანი და მეთქი მივიხედე ვისეუბნება. მე მეუბნებით მეთქი და კი თქვენ გეუბნებით და უცებ რაც ნიკა არაბიძის ვალი მაქვს 3 სიმღერა მეუთხარი და არ გადაუხადო მე შანსი არა. ახლა მიდივარ შოუში და დაუბრუნო მეთქი ისე არ მოისა. ესე იგი გოგიტა შესაბამისად ახლა ამერიკაში ცხოვრობს და იქაც აგრძელებთ შენ შემოქმედებით საქმე. ფათაშორის ამერიკა მომცა ძალიან დიდი სტიმული და ის სიმღერების უმრავლესობა რომელიც აი პოპულარული გახდა ყველა ამერიკაში შეიქმნა. აქედან წავედი აი არ წახვედი არ დამტოვე მადლი რო შეგეწება და ზაში წამოგეწევა და ჩავედი და დაიწყო გავაკეთე ესეთი აქცია თვეში ერთი სიმღერა და ყოველ თვე ლექსების წერა დავიწყე სიმღერების წერა და მესმის ახლა სურამში ცხოვრობდით ხო თქვენ მანამ სურამში გორში მე თბილისში და ასე ნელ-ნელა ერთიანად რო ჩახვალ სადმე შეიძლება ჰაერმა დაგწადოს არა რატო ამბობ ვიცი ნიკოლოს რომ ესე იგი სურამში მაცხოვრებლების გასაგონად უნდა ითქვას და მათ სიკეთისთვის უნდა ითქვას რომ ესე იგი ვასკა აგერი ჩვენი გოგიტა ნიჭიერი ხალხია ბადრი ჯანაშვილი სურამელი ბადრი ჯანაშვილი უნდა მეთქვა და დამასარი და არაერთი ძალიან ბევრი და თან პოეზიის მიმართულებით კი სურამი ძალიან ესეთი სამწუხარო აპლოდისმენტები სურამს და სურამელებს აბა რა ფათაშორის თქვენთან რო შემობრძანდებით და კითხვები რაც უნდა დაგისვათ და რის შესახებაც უნდა გესაუბროთ ეგ აბარია ერთ-ერთი მისი მიმართულებაა ვასკა გრიგალაშვილს და დღეს არაფერი არ მოგვიტანა დამავიწყდა ასე რომ რამე თუ ვიჩერჩეტეთ ბოდიშ ვიხდით და ვასკას ბრალია ისევ სურამელების სასიკეთო უნდა ვთქვა მადლობა ვასკა ამისთვის არა ვასკა კაცო ყოველთვის მოწესრიგებული ბიჭია გიზარ სურამელი რო დაინახე ეგრევე აი ეს რა მაინტერესებს მეგონი დაგეგმა არ უნდა ამ თემას პირველად რომ ჩაფრინდით აი სუ პირველად როცა წახვედით საქართველოსდან რა ამდენი წელი გავიდა საერთო ჯამში 8 წელი არის ზუსტად 8 გავიდა 8 წელი 8 წელიწად აი იცი ის თქმა მინდა ყველაზე მეტად რა არის აქ რო ვერ გძნობ ადამიანი და იქ რო იგრძენი რომ მოგენატრა აი რა არის ეს სახლი გავიგე
რაღაცა მიმართულებას არ გენატრება, იმიტომ რომ ახლა როცა ცოტა შეგნებულად მიდიხარ, ანუ გადაწყვეტილი გაქვს უკვე რომ უნდა წახვიდე და ეს ყველაფერი ეს სპონტანური არ არის და გადაწყვეტილი აქვს, უნდა შეგუებული ხარ მაგას, მაგრამ ყველაზე მეტად რა გენატრება, იცი, ალბათ აი ჩემ შემთხვევაში, ჩემ ბავშვობის მეგობრებთან გატარებული ის ლამაზი წუთები და წამები, რომელსაც სულ ხშირად ვატარებდით, ერთად ვიყავით, აი ყველაზე მეტად ეგენატრება. დანარჩენი ეხლა განსაკუთრებულად იქ ეს არ იგრძნობა, იმიტომ რომ ძალიან დაახლოვდა ეს ყველაფერი ტელევიზია, სოციალური ქსელები, YouTube, აგერ ბატონო ვიდეო გავიქეიფოთ, ერთად ჭიქები მიუჭახუნოთ, თითქოს იქ ახარ სუფრაზე ხარ, ჩამოდიან, უკვე მოძრაობა და ეს აღარ არის უკვე ეს დაიმსხრა, მაგრამ აი ის რაც უშუალოდ შენი სიყრმის აი ბავშვობიდან რომ მოგდეს და იმათთან ერთად რომ ვერ ეხუტები და ვერ ეფერები, აი ეს არის ყველაზე ესეთი წარმოგიდგენია რას მოწავა. მეგობარს რო ურეკავდა დღეს მოდი ლაივში ვიკეიფოთ ხო და ბიჭო ტელეფონი მაგ გაბუჭებული ხვალ ვიკეიფოთ რა იქნება. ამას ხო ვიზლი კარგად აქვს ტელეფონია გაბუჭებული ვერ კეიფ. ვერ რა რიცი კიდე ძალიან ბევრია დამოკიდებული მე იღბალს ვარქმევ ამას რა. აი იღბალს შეიძლება ყველა წავიდეს, მაგრამ ზოგს გაუმართლოს, ზოგს არ გაუმართლოს. აი გაჩნია როდის წახვალ რა სად მოხდები? ხო, სად მოხდები და როგორ იღბლიანი ხარ ცხოვრებაში რა, ხო იცი, თუ დაგწყევლა ბედმა, არც ის გიშველის, არც ეს გიშველის. იმის არ იყოს ახლა ერთმანეთს ამავს მოგიყვებით თქმულებას. დღეს თქმულებას მოთხრა თქვენთან ანიგნოდების მოყოლა არ შეიძლება. არა, მე მაინც უნდა გთხოვ, მე ერთი რაღაც. ხო და ორი მეზობელია. მოდი პირობით თქვა, არაბიძე და გულიაშვილი. ცუდად ხარ თავდება. გულიაშვილის სახლიდან კარის მეზობლები არიან. გამოდის ხაშლამის სუნი, ჩაკაფულის სუნი, ყოველდღე დოლგარმონი, ტროლაელას ფული რა თუნდა, წამოწოლილია ტახტზე, მიდის გნიასი და გრიალი, არაფერს არ აკეთებს. ეს არაბიძე გაიდებს თოხს 6 საათზე დილით. წავა ყანაში, თოხნის. ასე მგონია მართლა ჩვენ. მუშაობს, წვალობს, მოვა სახლში და პური, ყველი და მწვანილი სუფრაზე. გავიდა ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე, გაგიზდეს კაცი და უნდა წავიდეო და ბედის მწერასთან ავიდე რომ რატო ასე, რატო ხდება კაცო, მე თავს ვიკლავ, ის არაფერს არ აკეთებს. ავიდა თხამთა გადაიარა კლდეებში, სადაც თეთრა კაცთან, ნუ დიდი წიგნები ულაგია იმას, ყველა გვარი ხო უნდა იყოს. ასეაო და გადაშალა რა ვარიაო ის შენ მეზობელიო, გულიაშვილიო. ხაშლამა, ჩაკაფული, უწერია უძმაო, დოლგარმონი, ტრულაილა, ყველაფერი წერია. კიდე გადაშალა შემა რა მითხარ გვარი ვარო არაბიძეო და რას ჭამო რა თქვიო პური ყველი და მწვანე ყველი არ გიწერი აქ შენო ყველი არ წერი ისეთ მეტია შეგენაცვალე ამიფარხა კიდე როდი ჩავაგიხარ ხოდა ამას იძახი რომ ბედის იღბალი რა კარგი იყო ამას მე არ გავატარებდი მაგრამ კაი ხოდა მეორედ რო ჩამოვაგიდე მოსტუმრად ოღონდ იქამ მეორედ მე გვარებს შევცვლი და იქ იქნება რა ოღონდ იქამდე მოხარსტუმრად კარებამდე ასია კი ბატონი ბედის წერა იღბალი არის კარგი რაბი და ისე კარგად დაიწყე ახლა შენ ესაბა რაბი არ შემიძლია არ კითხო ნუ ახლა ამდენი ხანია იქ ახარ და ძალიან მაინტერესებს ახლა მე არ ვიცი ინგლისური სამწუხაროდ მაგრამ აი ერთი ამერიკული აი რაზე იცინიან მაგალითად ამერიკელები აი ეს რა კაი იქაური ჭიჭიგია და ბიჭიგია თუ არის ან მიხო და მარო თუ არის იქაური მე ძალიან მაინტერესებდა და პირველი ახლა ერთ ცოტა შორიდან დავიწყებ პირველი რაც ხდება ყუში ახლა რო ვიდიხარ ინგლისურს სწავლობს სიტყვებს ხო აი ეს როგორ არის და მე რაღაცას რო გეუბნები აბა ამ სიტყვებს რო გაიგო რას გეუბნებიან და თუ იქ გაზრდილი და დაბადებული არ ახარ არის რაღაც გამონათქვამები რომელსაც ვერ გაიგებ. ანუ შენ პირდაპირ გადათარგმნ. ამერიკელებს აქვს ასეთი ჩვენ ხო ვიცი როგორ ხარ და იწყებს მოყოლას როგორ არის და ერთი კვირის წინ ბიჭო წნევამ დამარტყა, მე ვიზვიაზე ვიყავ და მოვიყვება მთელი ისტორიებს. ამერიკელებს აქვს ასე. Hello, ხო გეტყვის? How are you today? და თავიდან რო შემეკითხე რომ ანუ როგორ ხარ დღეს? ვიძახი ამან ახლა ჩემი ამბავი ვიცით მე ვთქვა დღეს არა მიშოს მაგრამ გუში რაღაც ვერ ვიყავი. აი ანუ უყურე მოჭრილი გაგზა დღეს როგორ ახარ ის მითხარ და შენ ერთი კვირისი რა მოგივიდა არ მაინტერესებს. აი ხედა რა თქვენი ხალხი არის. How are you today? დღეს როგორ ახარ დღეს? და თავიდან ისე მიკვირდა რომ დღეს თორე რასავა გუში ხო ჩემს ჯავრით ვეჯდება ქართულში ხო და ეხლა ესეთი ის არის იქ რო წვეულებები კეთდება და ხშირად ყოფილვარ ამერიკულ წვეულებებზე მაგათ აქვს სხვანაირი სტრუქტურა кейფში ხო ჩვენ ქართულად მღერი ხო მე ქართულად ინგლისურად იტალიურად რა ვიცი შერეული რა ყველა ენაზე მოკლედ ასეთი ის არის ჩვენ ხო უზომოდ ვიცით ყველაფერი და იქ არის გამოყოფილი დაახლოებით 1 საათი სადაც უნდა გამობრძანდნენ სტუმრები, მონოლოგები წაიკითხონ, გატირონ
ცხარეცრემლით თვითონაც ტირი შენც უნდა იტირო ესეთი რაღაც სადად იხარ დაგძალვებზე და არა ესე სენტიმენტალური ის არის რომ აი და ის თან ისე ყვება დაბადების დღეზე მაგალითად შეიძლება იყოს სენტიმენტალური ტექსტი. კი ხორცილებში დაბადების დღეებში და ნაღდი ამერიკული რატი ტვილდიანის ამბავი ყოფილა მაგის სამყარო ცხარეცრემლით ანუ როთან როგორ არის ის ერთი კვირა ემზადებოდა ამისთვის დაყენებული სახე და იქ თვითონაც რო ცრემლები მოსდის და შენც რო უნდა იტირო და ერთ-ერთი ასეთი წვეულებაზე ვიყავი და რო ატირა ხალხი მოკლედ და დაახოცა ცრემლა ეხლა ისე არ დავამთავრებ ერთი ანეკდოტი უნდა მოგიყვეთო და მე დამაინტერესა ერთი ამერიკული ანეკდოტი რა არის ეხლა რაზე იცინიან ახლა ჭიჭიგია ბიჭიგია მაგათ მარიციან ის არიციან ერთი მოკლედ ასეთი რაღაცა მოყვა რომ მეზობელი ადის ზედასართულის მეზობელთან და უკაკუნებს გააღო იმან კარები ხელში უკავია ვიოლინო და ბატონო ჯეიმს რას ჩადით საკითხებაო და მან უთხრაო ვიოლინოს უკრავო მადლობა ღმერთს მე მეგონა საწოლს ფეხებს ახერხავდითო და ვაუ გადაბრუნდა მთელი დარბაზი ეცადიც ჩვენთან ქართულად ხო იცი ეგ როგორ არის მეზობელი რომ გეტყვი ხა საქართველოში აი მეზობლების ამბავს როგორ იქნებოდა რა ხო იცი საყვარელთან რო არის რა და ქმარი მოვა რა უნდა შევიდეს უпроцად გონია რომ ელოდება და ამ დროს ქმარი დახტა სახში და იფიქრა კიბეებზე გავიხდიო რა მეზობელი ადის რა და სუშიშველია დედიშობილა და დააზარულა და გააღო კარები ქმარმა და რა უნდა თქოს და ახალურს მარიხوارა აი სანი ანეკდოტი მე მეგონა ახერ ხავდია რა მაგარი საწოლს ფეხებს ახერხავდიო და დაწყდნენ გეუბნები ესე ნაცვალე მაგარი ასცემლები იწმინეს სიცილით ენაცვალია ბაბა ეხლა ის მას ვერ გაიგებდა ეგრე წავიდა ქმარი მივლინებაში და რო ჩამოვიდა დახვდა სამი ბავშვი სახში ეს რა ამბავიაო და ვთქვათ რო წახვედი ფეხძიმეთ ხო ვიყავიო ეს აი ეგ ერთი მეორეო შვებულებით რო ჩამოხვედიო მეორე არ გახსოვსო კაცო ის მე კაი ეგ მე მესამე რა გინდა ბავშვები რო არ გიყვარს თავის თამაშოს კუთხეში და ანვე და და ის ვერ გაიგებს მაგას ესე იგი აი მე რა მაინტერესებს აი ასეთ იუმორზე რო იცინიან გავიგე ხა რა თავისი ამბავია ხო თავისი ისა შენ როცა და თუ შეურიგო ტყვები ხოლმე ანეკდოტებს ან ამბებს ქართულ ამბავზე თუ ეცინებათ აი ძნელა ჩვენ კუთხე აი ხა ამ მე რაც მოვყევი გაიცინებ ნენამაზე თუ ვერ გაიგებ კი შეიძლება კი გაიცინე მაგას გაიცინებდნენ მაგრამ აი ჩვენ ახლა აი კახელი ეუბნება იმერეს აი რაღაცა კახელს არ ვიცი სიტუაცია ზოგად თემატიკაში შეიძლება ეგ რა თემა ხო იცი შეიძლება მოყოლით არ გაიცნო თუ ანახეს შეიძლება გაუკვირდეს კიდევაც არა ეს რა ვარია ახლა საქართველოშიც არიან ასეთი პიროვნებები ახლა მეგობარი მყავს კახელის იმამრი ყავდა და ერთხელ ოჯახში ვარ და კახელზე მოვყევი ის ანინოტი პროკურორი რომ იყო დედამისთან და ამან რომ შეიჭიდო და სპალნაში რომ დავინახეო და მამეშვა გულზეო და მაგის ოჯახი და მაგის კი ნაღავ გამლახეს ხო და ახაც არიან ეგეთები რომ კი არიან რა ხო ამას რომ ვერ გაიგებ ახლა ყოველ გახდება რაღაცეები რა ესე იგი მექსიკური ანეკდოტები და მაგით ხარ მექსიკაში ჯერ ვერა მექსიკაში ვერა ჯერ მექსიკური აი ხო შტატების მიხედვით არის ხო ხო შტატების მიხედვით არის სამხრეთი შტატები უფრო მექსიკა სად უფრო მაგარი იუმორი აქვს თუ სადაც ყოფილი ყველას თავისებური აქვს აი იტალიელებს თავისი რაღაცა აქვს მექსიკელებს თავისი აი ყველას რაღაც განსხვავებული ის არის მაგრამ მოკლედ შეეგვი ადვილად იქაურობა კი სხვათა შორის ამერიკა და შენი სიმღერები რამდენად მოწონთ ქართული ამბავი ქართული სიმღერები მოწონთ აი როგორ გითხრა მაგათ სტილში არ ჯდება ჩვენი სიმღერა ესტრადა საერთოდ არ ზის მაგრამ როგორც დელიკატესი აი ქართულ კულტურის დღეებზე როცა ესწრებიან როცა აი რაღაც ქართულ ღონისძიებას ესწრებიან და ალბათ უფრო ფოლკლორი ხო უფრო ფოლკლორსაც და ესტრადასაც სიამოვნებით უსმენენ მაგრამ რო გითხრა რომ მე ეს გაყვება და ჩართავენ არა მაგრამ ესე როგორც აი უცხო რაღაცა ესეთი ხილი კარგად იღებენ იმიტომ რომ ბევრი ეხლა ახლახან იყო ჯორჯიაში ჩატარდა ქართული კულტურის დღეები და სხვათა შორის ძალიან კარგად მიიღეს რა ვიცი აპლოდისმენტები და ეს კარგი ყველაფერთან ერთად ძალიან ბევრ კურიოზულ სიტუაციაში მოხდებოდი თავისთავად ეხლა და ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი გადაცემიდანაც ჩვენი მაყურებლებს ამას ელოდება და შეგიძლია პირდაპირ გადააბა აი ყველაზე მაგარი ამბებს მოგიყვებით ხო ბატონო თქმულებებს თქმულები მეგობრების არქივებიდან რა გეცოდინება თენა აცვლიშვილის მოგონებებიდან მოდეს დავარქვათ მოკლედ ამ თინას ყავდა ერთი კლასელი
რომელიც აი სკოლაში უქნიდა ღმერთს და მეც რო ვერ შედგებიან და მას რომ იყობენ ხოლმე ხელს და არის ლოთი და ისა და რო ერიდები რო საზოგადოებაში თუ შეგხვდა რო ერიდები რაღაცა კარგს ვარ იტყვის ხო იცი და ავტობუსში ავედიო და რო დავინახეო ეს ტიპი უკან დავჯექიო რომ იქნებ არ დამინახო და თავჩაღურული ვარ და დიმა დაინახა თურმე და ის ადრე ჩადის და წავიდა და შოფერთან ხომოვიდა და ესე შემოდრა თინა დაიყვირაო და თელმა ავტობუსმა რომელია შენი ბილეთი აღებულია ბლეთ მე ხიდავცებოდა თავს შენ თვითონ არაფერი გადაგხდა ისეთი როგითა კურიოზული მე უფრო აი იღმალთან დაკავშირებული კარგი ამბები გადამხდა სხვათა შორის აი ძალიან მაგარი ამბები კარგად დაალაგდა და აი იუმორისტულად რამდენად ეს არ იყო ნუ ახლა გოგიტა მას მომღერალი ამას მუსიკალური ხრთაინდეს მე მაგალითად შემიძლია თქვა ის რომ ერთ-ერთი შენი მეგობარი ამერიკაში რო ჩავიდა პირველად და ეს ახლა არის 2000-იანი წლების დასაწყისი რა და მაშინ ხო ამდენი ქართველი არ იყო ახლა და ვიღაცა თქო რაღაცა უნდა გაგატანო ახლა არც ეს იყო მაშინაზე მამანათების გაგზავნაც ასეთი ხო და ამან ვერ უთხრა ხო და მოუტანა იმან რაღაც შეფუთული გუდის ყველი ეს ხო ჩავიდა ხლა ეს და იქ ხოუზის ეს ესკალატორებზე შემოდნები რო დადის იქ ძაღლი არის გაწვრთნილი რომელიც ნარკოტიკებს ეძებს და ეს ახლა ხო ამ მიმართულებითაა გაწვრთნილი და ეს ძაღლი ესე იგი რაღაცა რეაქცია აქვს ამ ძაღლს მაგრამ ვერ გაიგო თვითონაც ამ ძაღლმა რა ქნას არც ნარკოტიკის სუნიც ეს მაგრამ კარგადაც არ არის ამ ჩემოდანში საქმე მოკლედ ერთი სიტყვით ეს გააჩერეს, შეიყვანეს, გახსნევის აბარაგაკ ჩანდა შეიარაღებული ხალხი დგას. და ეს უთხრეს რომ ეს რა არის? ყველიაო. მოიც ამას ჭამთ კიდე. აი, სრებლმორეული გამოატარეს. ირში გემო არ ქონიათ მაგას. აი და იქ უნდა იცოდე, კარგად ინგლისური, აი წკაპურა კახურიშოც რომ წაატეხავ ცხელს. ყველს და წვერს და ამ გუდის ყოლს რო გადაადებდა რო შეადნება ცოტა. ცოტა საკრალური რამე, მაგრამ მაინც აი ეს შოუ. ზაღარ გვიდა კაი უცებ ახლა ვიტურამე გაგსათქველს ამოწამოდე. მოკლედ ესე იყო რაღაცა თემებში ვიყავი რა იქ და სამხედროის თემები იყო და იქ არის საგუშაგოზე დგას ერთ-ერთი ჩვენ შტაბში ვართ აქ და ამან უნდა თუ ვინმე მოვა უნდა გადმოსცეს აქ და ეს ახლა ახალი ჩამოსულია ეს და ის თარჯიმება ინგლისური არის ის და თუ რაღაცაო, კაროჩე, ტრანსლეიტში გადათარგმნეო და რა თუ გეტყვი რაღაცის ვერ გაიგებ და გაგვაგებინეო და აკეთო ჩვენ აქ თამაშობ ერთობით და ის იქ ადგას. მოვიდა მანქანა და მან აჩვენა და აწერია სენტ ჯორჯი და ამან რო გადათარგმნა წმინდა გიორგი გადაუთარგმნა ტრანსლეიტორმა. ხო და უბრალოდ წმინდა გიორგია მოსული და შემომიშვიო და ახლა ამან ახსო მიხვდა უკვე და ცხენით არისო იმან უთხრა და არა ჯიპით არის უთხარი შუბი დატოვოს და შემოვიდა იცი რა აიქ როცა უცხოელების ასე ვთქვათ კორპორატიული დავარქვათ ეხა დაბადების დღე თუ რაღაცა ქართულ სიმღერებს თუ არა უფრო უცხოურები ერთი იდეა მაქვს მე რა შენი ძალიან პოპულარული სიმღერა რომელიც არის ეხა ამ გადაცემას ან YouTube-ით ან რაღაცით რაგან გიცნობენ ალბათ ის საზოგადოება მაინც ადევნებს ასეთ თუ ისეთ და ანახებ ყოველ შემთხვევაში ერთი შენი სიმღერის ჩვენებულ ფანოღურ ვარიანტს ბიჭებს იციან წინასწარ თხოვე და იქნება და გავარდეს და მაგ სიმღერით ოღონდ წილში ვართ მე და არაბიძე ეს ხუმრობით ღმერთმა შეგარგოს მაგრამ მაინტერესებს რამდენად დაყვები კი ბატონო ძალიან გიყვარს ეს სიმღერა ძალიან ცნობილია მეურს უყვარს ძალიან და ეს იმდენ ჟანრში გაჟღერდა უკვე ხო გამანაც სიმღერა მარტიმა გამოსავალმა თვითონ როკში გააკეთა იქ შუადღის გადაცემაში რაღაც გააკეთეს იმაში კამაში საინტერესო იქნება ეს ვერსია და ერთი რო ჩახვალ ამერიკაში გნოლიძის ბენდმა გააკეთა გაარემიქსა იქ იმან რა მოკლედ ამერიკაში რო ჩახვალ იმ ანეკდოტი ვიოლინოს რო კაცი უკრავდა იმასაც გააკეთებია ერთი მაგის რემეიკი კარგი მიკროფონი გააქვს მათ კი ბატონო მოდი ახლა ბიჭები დაიწყებენ და ნახოთ რა როგორ რაც გამოვა ის გამოვა ბიჭებო ეს ვერსიაც